მოგესალმებით, ჩემთვის უჩვეულო გარემოდან. მე ვარ ლიკუნა ჩაჩიბაია და გადავწყვიტე, რომ დღეს აქ და ახლა ჩამეწერა პირველი ჩემი პოდკასტი, რომელიც დაიდება ჩემს YouTube არხზე და ჩემი თხოვნა იქნება აქედანვე რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და ჩვენი პირველი სტუმარი ვერ იქნებოდა ადამიანი, რომელიც ყველა მიცის და ვერ იქნებოდა ისეთი ადამიანი, ვიზეც რაღაცა ინფორმაციები თქვენ გაქვთ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომეწვია ადამიანი ჩემთან, რომელსაც ძალიან საინტერესო 18 წლიანი, თუ არ ვცდები, 19 წლიანი ცხოვრებისეული ისტორია აქვს და მე როდესაც ესე პირადად ერთ-ერთზე მიყვება ხოლმე, ჩემთვის ძალიან გასაკვირია ხოლმე, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან ძლიერი. მეც მეუბნებიან ხოლმე ხშირად, რომ ძალიან ძლიერი ხარო და მე ვფიქრობ, რომ მასთან შედარებით ჩემი მდგომარეობა და ჩემი სიტუაცია არც ისე გამოირჩევა სიძლიერით. ჩემზე ვინც არიცით, მე ვარ ლიკუნა ჩაჩიბაია, 29 წლის, 2012 წელს გადმოვარდი მე-9 სართულიდან და დიახ, სასწაულებრივად გადავრჩი. არანაირი კომპლექსი, არანაირი ჩაკეტილობა და ასე შემდეგ, როგორი სტერეოტიპებიც ჩვენ გვაქვს, მე არ მქონია და ამით ძალიან ვამაყობ და ვცდილობ, რომ ყოველდღიურად ვისაც გადავაწყდები მსგავსი დეფექტით თუ ისტორიით თუ რაღაც მსგავსი შეხედულებით, როგორიც არის უხელობა ან უფეხობა, სულ მინდა რომ აი ესე თვითონაც თამამი ძლიერი და წარმატებული იყოს მის ცხოვრებაში. ახლა კი ჩვენი გიორგი ზარქუა, რომელიც წარჩინებული სტუდენტია და გავიცანი თუ არა, მაშინვე ვატყობდი ამ ადამიანს იმას, რომ ეს იქნება, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა, ეს იქნება ადამიანი კიდურების გარეშე, ვინც ისტორიას დაწერს საქართველოს გარეთაც და შიგნით ხო თავისთავად. გიორგი, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ ლიკუნა? ვითომ არ გვისაუბრია, მაგრამ ძალიან დიდი ხანი. ვითომ 10 დღიან შეკრებაზე არ ყოფილიყავ. ვითომ 10 დღიან სპორტულ შეკრებაზე საერთოდ არ ვისაუბრეთ ყველაფერს. კარგად ვარ, სტაბილურად, როგორც უნდა იყოს ალბათ ადამიანი ცხოვრებაში, შვიდად პროცესებს მივყვები. როგორც თქვი სტუდენტობას მივყვები, რა ვინმე თუ იცი სტუდენტობა, კი იცის, რომ ეხა გაგანია ფინალურების პერიოდი არის და ბოლოში გავდივარ როგორც იქნა 5 გამოცდა ვწერე, მე 6-ე ფილმმა გადასაღები რა უნდა ვქნა არც ვიცი. პირველ კითხვაზე გადავიდეთ და ჩემი პირველი კითხვა იქნება შემდეგში. მაინტერესებს რა ასაკიდან გახსენდება შენი თავი? აი უკვე მე მახსოვ ხარ შენ პატარა, კულულები აქ ჩამოკიდებული რო გქონდა, როგორ მოხვედი პირველად პარასპორტის განვითარების ცენტრში და აღფრთოვანებული ვიყავი, მეთქი ვინა ეს საყვარელი ბავშვი, რაღაც ესე ისა და ნუ შენ კი არ გახსოვ არ, მაგრამ მე ეს ყველაფერი კარგად მახსოვს და მაინტერესებს ახლა შენ რა ასაკიდან გახსოვს შენი თავი და აი ეს ყველაფერი რომ მომიყვარა. ჩემი თავი ალბათ არ ვიცი. ზოგადად მაგ კითხვაზე ისეთ პასუხი მაქვს, იმიტომ რომ რაღაცას გაიხსენებ და ოი აქ 6-ის ვიყავი და ხო ალბათ მანდე და ან მე რაღაცა გაგხსენება და არა 4-ის ვიყავი მან. ალბათ რაღაც აი საშუალოდ 4-5-6 რაღაც აი ეგრე რა. უფრო აი 5-6 წლიდან მახსოვს რაღაცები რა. რაღაც არ ვიცი, რაღაც სიტყვები რაც გონებაში გრჩება, ან რაღაცა ქმედებები, რაღაც მაგალითად ბავშვობის ტრავმები ვითომ მახსოვს, ტრავმები არა. ჩემი შემთხვევაში ტრავმებზე მეტად უფრო ის იყო. რაღაც დიდი ნაბიჯები ცხოვრებაში. აი მაგალითად ძალიან კარგად მახსოვს მაკას დისშვილის რაღაც ის ქმედება, რომ ხელები უკან მიქონდა ხოლმე ბავშვობაში და ფეხებით აკეთებდა რაღაცებს და ბავშვს რომელსაც ხელები არ მქონდა, მე შემიძლია მე მგონი ვქნა. ვიღაცა გასაფორთებდა რა. ვიღაცა რაღაცნაირად გვერდში მედგა მაგის გამო და ანუ რეალურად მე თუ ფეხებით რამის კეთება ვიცი დღეს, მაგ ადამიანის დამსახურება არის, იმიტომ რომ რაღაცა ფეხით რო რაღაცას იღებ და მე შემიძლია რაღაცა და მე მაგ პროცესმა წამოიწყო და კაკრად აი ზუსტად მახსოვს აი რაღაცნაირად პირველად კალამი რო დავიჭირე ფეხში რაღაცა რომ მოვჯღაბრე რაღაცა და რაღაცნაირად ისეთი მომენტი არის რა. პირველი გადადგმული ნაბიჯები მაინც პირველი გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა ეხა ვერ გაიქცევი მაგას. და ასაკში სხვაობა შენსა და შენს დეიდაშვილს შორის? დაახლოებით ალბათ ზუსტად აღარ მახსოვს. მაგრამ დიდია, ანუ 3 წლით დიდია თუ ანუ რა სხვაობა? ზროსლია, მაგას გულისხმობ რა.
ძალიან არა ხო? მე მაგალითად მახსოვს რომ პირველად როცა ეს ამპუტაცია გამიკეთდა რაღაცებს დამოუკიდებლად ვერ ვაკეთებდი ხა დამოუკიდებლად ვერც ვიცვამდი რაღაცებს კი არა და ჩემი მარჯვენა ხელი იყო დედაჩემი და ჩემი ძმა რა იმიტომ რომ ყველაფერში ესენი მედგნენ გვერდში და მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია შენს გარშემო როგორი ადამიანები არიან რა და შენ დეიდაშვილს უსწავლებია თითქმის ყველაფერი რაც ეხა იცი. ყველაფერი ანუ ფიზიკურად ვიზახი რა. ფიზიკურად რაც ანუ რეალურად ნახე შეიძლება ეს ყველაფერი არ უსწავლებია რაც მე წლებთან ერთად დავხვეწე, მაგრამ იმის იდეა გამიჩინა თავში და ის რაღაცა კოდი ჩამიჯინა ტვინის უჯრედებში რომ ხელები რო არ მაქვს მე რა ფეხები მაქვს ამაგერ და შემიძლია გავაკეთო. კარგი, ანუ ეგ მაინტერესებდა რა, რომ აი შენი თავი, მე მაგალითად ჩემი თავი მახსოვს იქედან ჩემი ძმა რო დაიბადა. აი მკვეთრად მახსოვს, როგორ ჩავხედე, მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის ვიყავი და ჩემი ძმის დაბადება მახსოვს რა, ანუ 3 წლის გავხდით ან მაგ დროს. და ხო, ანუ მძაფრად გამახსოვრდება ის მნიშვნელოვანი რაღაც მომენტები ჩვენს ცხოვრებაში, რასაც იმ პერიოდში კარგად ვიმახსოვრებთ. მაგალითად, მე ხა რო გამახსნა რომ უფრო ჩავუფიქრე, რაღაც აი ეს პირველი ისინი მახსოვს რა, აი პირველი ცუდი დამოკიდებულებები ადამიანებისაგან ჩემ მიმართ რა. აი ხა არ ვიცი უდეს მე ხალი ცოცხალი თუ კიდე არის, მაგრამ აი რაღაცნაირად აი ბავშვობის მერე ტრაუმად ჩამოშვა თითქოს რომ ზუსტად ის რო არის დოლიძის ქუჩა რა ბავშვობაში დავდიოდი სიმღერაზე ფაქტობრივად ყველა აქტივობაში ვიყავი და ერთ-ერთი იყო სიმღერა და დოლიძის ქუჩაზე ჩამოდიოდი სიმღერა და მოდა რა ჩვეულებრივი ლაღი ბავშვი ხო იცი რა ზაფხულის ამინტირ ვარ ესეთი ხტუნვახტუნით მოვდივარ და აი არსაიდან როგორც დადიოდი ხოლმე რა და ეს რაღაცნაირად მოვდივართ მე და ჩემი ისევ დეიდაშვილი და აი უცებ არსაიდან აი ხო ის რაღაც ზღაპრებში რო სიმშვიდეა ხოლმე და რო ალქაჯი გამოჩდება ხოლმე ეგრე გამოჩნდა რაღაც ხალი და აი ეგეთი რამე არ მახსენდება უბრალოდ ადამიანს რატომ უნდა მოგაფიქრდეს, მაგრამ რა სიტყვებითო თუ რაღაცა ესე მოგვადგა რა, რას მაიმუნობთო თუ რაღაცა მე გული გადამიცივდა ამ ბავშვს შევხედო ამ ხელა გოგოს ჭკუა რა გაქვს თავშიო ჩემ დეიდაშვილს ეჭუბება და ვერ მივხვდი რა ეხა ბავშვი ვარ რაღაცა და აი როგორ მახსოვს აი მქამა რომ ხელი მომკიდა და შემანჭხრია რომ აი ენახა რომ ხელები მქონდა თუ არა აი მეთქი აი ეგ რო ჩამრჩა გონებაში მაგის მერე დედაშვილ პოლიციამ გამაჩერა ბოლო სამთვეში 3ჯერ ისინი რომ ჩხრეკავენ და ხელებს მოწმებენ ის აღარ მეშინია რამდენჯერაც აი ის მომენტი რო ჩამრჩა ხო ეხა არ უნდა და სავარაუდოდ ხო არა მაგას არ უბრალოდ რაღაცნაირი მომენტია რა ზოგადად მაგას ვატყობ რომ ადამიანს რაღაცა ეთიკის ნორმები გვავიწყდება ხოლმე ეხლა სულ რომ ვიტყვებოდე რატო გაგუფლება რომ შემეხო და ამატრიალო მაგასაც იცი რა შენ ეხლა ცუდად კი დაგამახსოვრდა ეგ ამბავი მაგრამ ბუნებრივია რა მე ჩემი мотиваცია ზუსტად ეგ იყო 2012 წლიდან ჩემი მთავარი мотиваცია იყო ის რომ ქუჩაში ადამიანებს ეხა ვიღაცამ რო გაიაროს და ზუსტად ჩემსავით არ კონდეს ხელი მეც შეიძლება მივაშტერდე რა ანუ ეს არის ბუნებრივი მაგრამ მეც რამდენჯერ შემიხედი ადამიანს ეხა რო აი რაღაცა სასაცილო რა არის რომ პირიქით ხომ ჭირდება რაღაცებში დახმარება რა ქუჩაში რა აი ხანდახან ვიღაცას რო უყურებ ხოლმე რაღაც ტიპის შემოპირი არის რა აი სულ რაღაცა და ვიცი ეს დედური ინსტინქტი გვაქვს ერთმანეთის მიმართ რა არ ვიცი აი სულ მინდება სურვილი რაღაცნაირი რომ აი ნეტა რამეში ხარ უნდა ჩემი დახმარება რა რაღაცას თუ ის ვერ წდება შეიძლება მივიწდები ფეხით და შეიძლება მივეხმარო ადამიანს შენც რო გაქვს ეგ მომენტი ეგ ბუნებრივია ანუ კოლაბორაციონიზმი არის მე რაც გვეხმარება რომ რაღაცა ბარტერულად შეესთავაზდეს მოდი შეკურტკა შევიკარი და მე ეგ არ მithქვამს და ეხა უნდა ჩავსვა აუცილებლად რომ ჩვენი მხარდამჭერი ამ პოდკასტის არის მხოლოდ პოდკასტ კორნერი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ სივრცეს. და ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის ჩვენი მხარდამჭერი. ჯერჯერობით არავინ არ გვყავს და შეგიძლიათ დაინტერესდეთ ჩვენი პოდკასტებით. ხო და ვამბობდი იმას, რომ ჩემი мотиваცია ეგ იყო, რომ მე რო ქუჩაში გავიდოდი, მე ეს დავდიოდი ქუჩაში სულ უარი სადაც უფრო ბრეტელებით და ნუ ჩვეულებრივ რა როგორც ნორმალური ადამიანები დადიან და მინდოდა რომ თუ დღეს 100 ადამიანი შემომხედავდა იმის გამო რომ მე როგორ ვბედავ და ხელის ნახევარი როგორ გამოვაჩინე ხვალ შემოეხედა 80 ადამიანს და მივაღწიე იმას რომ დღეს მე მეტროში რო ჩავდივარ კაცშვილი აღარ მიყურებს
აღარავის აღარა ინტერესებს ის, რომ ლიკუნა ჩაჩივაიას ხელი არ აქვს, მე რა მივაჩვიე საზოგადოება იმას, რომ უხელობა არ არის რაღაცა კატასტროფა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე რო დავინახო მსგავსი ტიპის ადამიანი, მეც შეიძლება დავაკვირდე. და აუცილებლად მეტყვი. ზუსტად ჩვენც ადამიანები ვართ. მე და შენ რო შეშემოპირები ვართ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა არ შეგვეშალოს სხვა შეშემოპირისადმი. ეხლა მე და შენ კი ვიცით, რომ რეალურად შეშლა არის დაკვირვება და დაშტერება და ასე ვთქვათ, რაღაცა ზედმეტი ყურადღების გამოხატვა და შეიძლება ის ადამიანი ამით დაკომპლექსდეს, მაგრამ მე და შენ რო შეშემოპირი ვართ, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ მე და შენი პიროვნება არის მაგით შელახული რა. ჩვენ ფიზიკურად რაღაც გვაკლია, ჩვენი შინაგანი სამყარო და ჩვენი ხასიათი ან რამე რა შუაშია, ხო? შეიძლება ჩვენ შეგვეშალოს ჩვეულებრივად. ხო, ქვეცნობიერში იდეაში მე საერთოდ არასდროს ჩემი თავი არ დამსიზრებია ერთი ხელით. აი არასდროს. ყოველთვის ორი ხელით ვხედავ ჩემ თავს რა, ანუ ეგ არის ქვეცნობიერს აქ ეგრე. მე კიდე პირიქით. ხო, იმიტომ რომ შენ ესე დაიბადე, ხვდები და შენ დედასვიცა ვარ, ჩემი ჩემი მეგობრებიც ახლა რამდენიმე მყავს, რომელიც რაღაცა ახლა ურთიერთობა გვაქვს რაღაცა და ერთმანეთს სიზმარში რომ ვიჩდებით ხოლმე რა და პირველი კითხვა რასაც ვეკითხები ხოლმე ადამიანს რომ მეუბნება რომ უი დამესიზმ, აი სულ ეკითხები რომ ხელები მქონდა? აი ყველას ისე ჩავე, არა. რავი, სიზმარში მაინც გამიჩალიჩე სამყარო, რავი, მინდა. მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და მე ვიცი რომ შენ ხარ ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ არ ხარ ერთადერთი, ჩემთვის ერთადერთი ხარ, იმიტომ რომ მე აქამდე არ მქონია ინფორმაცია შეშემო პირზე, რომელმაც უმაღლესი ქულებით ჩააბარა უნივერსიტეტში. შენამდე ყოფილა ვინმე? მე ვიცი რომ ანუ მე არ მაქვს ინფორმაცია რა. ესეთი შეშემო პირი როგორიც მე ვარ, უმძიმესი ფორმის, ეტლიანები ხო არ იცოდებიან უმძიმეს ფორმას. ხო, ანუ არ ვიცი, მაგას ვერ დავუყოფე ხა ისე, მაგრამ არ ვიცი. პირველი უხელო რო ვარ, იასნიას ხელების გარეშე ადამიანი პირველი. დაჟე მაგაშიც არ ვარ პირველი, მაგრამ აი იმაზე კარგად რო დავწერე ვიცი დედას გეფიცები. როგორი რაღაც არის რა. არ დავიწყებ ხა რაღაცა ტელევიზიის ფორმატში როცა წერდნენ ხოლმე, სულ ამბობდი რომ აი ეს ჩემი შინაგანი გამოძახილია, არ დავიწყებ. ძალიან თავისუფლად და პირდაპირ გეტყვი რომ როგორც ჩვეულებრივ ადამიანებსა და ჩვეულებრივ 13-14 წელს ბიჭებს, აი ეგრე მინდო და მეც ცხოვრება რა. სულ არ მაინტერესებდა. არა, ბირჟა არა. მაგ მხრივ არასდროს არ ყოფილა რა. აი უბრალოდ მინდოდა ჩემთვის კომპიუტერულ თამაშების თამაში, რაღაცა ჩემი ცხოვრების რაღაცა ჩემებურად ყოფნა, არ ვიცი, მე სპორტი რო გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, როცა მოვედი 15 წელსაკში მინდოდა რომ აი სპორტს გავყოლოდი და რაღაცა შემოსავლის წყარო რო გახდა ეგ ყველაფერი რო ხო, აი მეტი რაღა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში, მე ალბათ რამე ბიზნესში ჩავდებ და ეგ არის რა. აი სულ ეგ მინდოდა რა. ხო, ცხოვრება. ფეხი-ფეხზე გადადებული ცხოვრება. ეგ არც ხარ, უარს არ ვიტყვი არც ხა მაგაზე, მაგრამ ნუ ეხა რაღაცებში პრიორიტეტები შემეცვალა რა. ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი მინდოდა ყოფილიყავი მეც. ჩვეულებრივი რა, ისეთი როგორიც ყველა არა, მაგრამ ნუ მაგას არიან ადამიანები. და ვინ გაცალა? ძალიან მიხარია მეც. დედაჩემა მაკამ რო შემდგა 17 წელსაკიდან რო შენო ეხა მომისმენეო ბიჭო აბიტურიენტი ხდებიო და იწყებ გამოცდების მომზადებას და ეხა შენ თვითონ მითხარიო ეს წელი დაისვენებო თუ იქითა წლიდან შევბეროთო თუ როგორ მეთქი ისტორია და ინგლისური ვიცი მაგრამ ქართულზე რა ვქნა თქო დავრეგეთ ძალიან ბევრი და აი საშინელი პროცესი არის ეგ რა კი აი მასწავლებლის მოძებნაზე საშინელი არა საუკეთესო კიდე სხვა რაღაც არის მასწავლებს რო ურეკავდა ეუბნები რომ გაკვეთილზე უნდა მოგიყვანონ უხელო ადამიანი რომელსაც უმტკიცებ რომ ანუ პირველი კითხვა აბა შენი აზრით არ ვიცი გონებრივად როგორ არის ბავშვი ხო რატომღაც გონიათ რომ ჩვენ თუ ხელი არ გვაქვს ჩვენ თუ ხელი არ გვაქვს ჩვენ ტვინშიც მაგრად გვეჭერს კი როგორ არა ნამდვილად რატო აქვთ ეგ დამოკიდებულება მართლა ვერ ხვდები მაგრამ სამწუხაროა ძალიან რა და ძალიან გამიჭერდა მართლა მასწავლებლის პოვნა აი ვერ აგიხსნა ანუ აი ეხა აქ ძალიან უნდა ჩავუღრმავდე ანუ არ გიღებდნენ უარს ამბობდნენ პირდაპირ ამ სიტყვაში. Yeah, of course. That's interesting. არ გამაგიჟა. ეგ მართლა არ ვიცოდი. ხო, ნუ ზოგი უარს ამბობდა მარტივ მიზეზის გამო, რომ რაღაცნაირად ანუ არ შეეძლო და პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. ზოგი ამბობდა, რომ რა პასუხისმგებლობა უნდა აიღო ადამიანი? კიდე იყო დამატებითი ის, რომ აი სხვა ბავშვები არ დაასტრესოს ჩემს გარშემო, მე რო ვინმეს დავსტრესავ. უკვე როგორ ვარ, იცი, რომ აი მეთქი მე სანამ ქართულის მასწავლებლს არ ვიპოვი, მე სახში ცოცხალი არ წავა, შანსი არ არის და მაგრამ ვიპოვნეო. სად ვიპოვნე მეთქი და მოკლედ ერთ-ერთი ნაცნობიდან როგორც იქნა
გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თანხმობა თქვა, ოღონდ ცოტა ყოყმანით და რამდენიმე თვეში მაგას მოვყვებით, ცუდად რო არ გამოჩნდეს პირიქით ამ ადამიანთან, ვიტყვი სახელსა და გვარსაც, ელენე ალაფიშვილთან, ალაფიშა მიყვარხარ. მადლობა რა თქმა უნდა და კი ჩემი დამოკიდებულება შენდამი. მოკლედ ელენე მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ კი, ამას მე გავაკეთებ და ვწდი. პირველი, ასე ვთქვათ, პრელუდია გაკვეთილი გვაქვს რაღაცა წინასწარ შეხვედრა და აი მართლა დედასფრისა ვარ ვიგრძენი რაღაცა თბილი დამოკიდებულება. ის კი არ იყო რომ აბა გონება სადამდე განვითარებული შვილო ჩემო და აბა ესე არა. მუსიკას უსმენ? კი. ჩარკვიანი გევასება? კი. всё, ვიზმაკასებთ. ანუ ძალიან შინაურულად რა. და აი ეგ იყო და ეგ და იმანდედან, ელენე რო გავიცანი, მერე უკვე ეს ანუ მარტივად რო გითხრა, 2 წელი ვიარე ზოგადად საგნებზე, 1 წელი ვიარე მარტო ქართულზე, უბრალოდ 2 წელი ვიარე ქართულზე და თითო წელი ვიარე ინგლისურ ისტორიაზე რა. ანუ 2 წელით ადრე დავიწყე ქართული წლებს ჩამოვაყალიბე ასრე. და მეორე წელი რო დაიწყო ისტორია და ინგლისურის მასწავლებლების მოძიების დროა. ჰოპ, მეთქი აი ეგ რა უქნა ეხ. და აქ უკვე ელენე თავისი აი ისეთ დაგვერხა ხო? აი ელენე თავისი გადარაზმულობით, იმენა იარაღებით ძალიან მარტივად 3 საათში ვიპოვე ორივე მასწავლებელი დავარეკე მეთქი გამარჯობა ელენესგან კი კაცო მოდი. და ძალიან გემრიელად ესე აღმოჩნდი მარანა მასწავლებელთან ინგლისურზე და ისტორიაზე ირაკლი მასწავლებელთან და აი მართლა შემიძლია ვთქვა რომ მარინა მასწავლებლის, ელენე მასწავლებლის და ირაკლი მასწავლებლის სახით სამი ძალიან დიდი უფროსი მეგობარი შევიძინე. აი მართლა ძალიან მომაყოფ რომ ეს ადამიანები იყვნენ ჩემი ცხოვრების რაღაცა განათლების ყველაზე მთავარი გზა არის ალბათ აბიტურიენტობა, მთავარი შემოქმედები. იმიტომ რომ მაგათ გარეშე ვერც პროფესიას ავირჩევდი სწორეს, ვერც რაღაცა მიმართულება მექნებოდა არჩეული რა მინდა რომ ვაკეთო ზოგადად ცხოვრებაში და აბიტურიენტობის პერიოდში იმ გამოცდების მომზადების მეტად კაცო გავთავისუფლდი. ანუ რაღაცებისგან ადრე მქონდა ხოლმე მომენტი რომ ანუ სახში ხე შენ ხოვიც რომ არავინ არ მზღუდავს არაფრისგან გარეთ გასვლაზე და რაღაცა პირიქით. მეტად გათამამებულიც კი არის მეგობრებო. ბავშვობიდან გარეთ ვარ და რაღაცა და ანუ არ მიჭირს ეს ყველაფერი, მაგრამ ხანდახან მე თვითონ მქონდა მომენტი რომ მეზარება გარეთ გასვლა რაღაცა. აი იმდენად სოციალური გამხადა ამ რაღაცა აბიტურიენტობამ რომ მომეწონა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რაღაც ახალი მეგობრები გამიჩინა. კაი პერიოდია ცხოვრების ეგ. სტუდენტობა ჯობია. ხო, ანუ აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე თითქმის ერთი ნაბიჯია და ყველაზე კარგი პერიოდია, რომ შრომობ 9 თვიანი დიდი ნაბიჯია ლეკუნა. შრომობ, მე შენი შრომა ესე ძალიან გიფასდება, შენ შემთხვევაში ძალიან მაგრად დაგიფასდა. მე არ ვიცი ახლა როგორ და რანაირად როგორი გაგრძელება მოყვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მართლა ძალიან ვამაყობდი, როდესაც წავიკითხე ნიუსი, რომ გიორგის არქუა, რომელსაც არც ერთი კიდური არ აქვს, უმაღლესი ფულები აიღო. აი ყოველთვის, აი არასდროს, აი არ ვიცი რა განცხადებაც და რა ხუმრობაც არ უნდა დაიწეროს. აი ყოველთვის ვიქნები ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მადლობელი. ნაიკის აი არ ვიცი უბრალოდ როგორ ავხსნა სამწუხაროდ ზუსტ სახელი და გვარები აი არ ვიცი მართლა, თორე აი შემიძლია დავჯდე და ყველას რო უდიდესი მადლობა. აი ეგეთი ხარდაჭერა ანუ არა შესაფერისია ამ ქვეყნისათვის რა. რაღაცა ბიუროკრატია ჩვენ ქვეყანაში ხო იცი როგორ რთული რაღაც არის რა. პირადობაზე ხელი არ მაქვს, ჩემით მოწერილი, იმიტომ რომ ვიღაცამ მითხრა რომ არ შეიძლება რომ ფეხით მოაწერო, პირით არ მოაწერო და ჩემი სხვა ადამიანის ხელმოწერა არის და ეხლა მაგაზე უნდა ვიბრძოლო თავიდან, მაინც გასანახლებელი მაქვს პირადობა და ის არის რა ქვია დავრეკე ნაიქში რა და ნუ უნდა მოიტანოთ დამადასტურებელი საბუთი შეშმპირის მივიტანე საბუთი ხე ელოდებიან ესენი კაცო მივიტანო აი თქვა მაქსიმუმ ცალი ხელი არ მაქვს და გამიორმაგეთ დრო რა ან მხედველობის პრობლემა მაქვს რა ან რაღაცა სმენის პრობლემა და ლისენინგის დავალების მაგივრად სხვა დავალება უნდა მივდივარ და ვეუბნები რომ არც ერთ ხელი არ მაქვს გამოცდები მაწერინეთ ფეხით თან კომპიუტერზე თქო აი როგორი უიმედო ვარ იცი აი რომ აი არ ელოდები ნუ აი უეჭველი ვიცი რომ გამოცდას დავწერ მაგრამ აი ფორმებს ვფიქრობ რა აი უკვე იმ დონეზე ვარ მიცული რომ ინგლისურის მასწავლებელი ფიქრობს რომ ეხლა ერთ-ერთი ვარიანტი შემომთავაზეს რომ ასისტენტი მეჯდებოდა გვერდით და უკარნახებდი რა მაგრამ ვიცი რომ უარი უთხარი მაგას უარი უთხარი ერთი მარტივი მიზეზის გამო ინგლისური უნდა მეწერა როგორ იცი ინგლისურში რამდენიმე შეფასების კრიტერიუმი ხო არსებობს ერთ-ერთი არის spelling აი მაგათაც თუ წერია რაღაცა სიტყვა hello როგორ უნდა მეკარნახა იცი ეს H E L O O
და ანუ ჯერ ხო ისედაც ის მქონდა რა ქვია დრო მცირე ნუ მე გამიორმაგდებოდა რა თქმა უნდა მაგრამ შენ შემთხვევაში ზორმაგდება? კი რა თქმა უნდა ნუ მოკლედ საბოლოო ჯამში გადაწყდა ისე რომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ცალკე გავედი საერთოდ ცალკე აუდიტორიაში ამიწყეს კომპიუტერი კლავიატურა და მაუსი მივიტანე მე ოღონდ მივიტანე მე იმიტომ რომ სპეციალური საბეჭდი კლავიატურა მაქვს, ოღონდ სპეციალური რა გეიმერულ კლავიატურებს რო ეძახიან ის წკაპუნის ხომ მევასება ბეჭდისას და მაუსის შემეწავა ყოლებარე. ადაპტირებულად მიხვედი და. და მივიტანე პატარა სტენდი, ესე თქვა რაღაცნაირი ესეთი, სადაც ესე ფეხებს ვდებდი და ნუ ძალიან თავისუფლად ბეჭდავ. აქეთ მე ლეპტოპი, აქეთ იყო მთავარი მონიტორი. და ანუ შევდივარ რა გამოცდაზე და ბიჭო უხელო ანუ რადგან ცალკე შევდივარ რადგან ხელები არ მაქვს ცალკე შევყავარ რა ანუ რადგან სხვა აუდიტორიაში უნდა შევიდე რა და აი ხალხის თვალები არ მოვიწყდება просто როგორი თვალებით მიყურებენ იცი აი ვაიმე აი ეს რისი დამწერია რაღაცა და ქართულზე მაგ გაორმაგებული დრო 5 საათი მაქვს საბეჭდად რა ერთი ბას ვიტყვი რომ აი ყველაფერი ხო გავლილი მაგ ქართულში რაც კი რამე იყო ერთადერთი თემა არ მქონა გავლილი ეს კოსტუმ არ მასპინძელი იმიტომ რომ ვირუსი მქონდა ეგ მომივიდა და ეგ რატო გვემართებოდა ყველა არ ვიცი აი მართლა ყველაფერი გავლილი მაგ დამუშავებული და მაინც დავწერე რაღაცა და 5 საათიანი ხო მაგ დავალება გაორმაგებული დრო ხო მაგ ზუსტად გამოვიდი 2 საათსა და 32 წუთში ანუ ჩვეულებრივად დავბეჭდი და გამოვიდი გამოცდიდან და როგორი სახით ხდება ხალხი იცი და ეხლა მეთქი რა ვქნა ესე ხტუნახტუნით წამოვედი რა ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ვიცი რომ კარგად დავწერე და ინგლისური იყო სასწაული просто ინგლისური ხო ძალიან მარტივი არის რეალურად ეხლა რა მithumedes აბიტურიენტისთვის აი თუ სწავლობ ანუ A1 არის ან A2 არის მაქსიმუმ და ანუ შევედი მე მაგ წარმოვიდგინე 2 საათნახევრიანი ხო არის მაგის გამოცდად მე მაგ წარმოვიდგინე 3.5 საათი შევედი ვზივარ გამოვედი ფაქტობრივად აი რაღაც ეგეთი პროცესი მქონდა იმიტომ რომ ანუ აი მაქსიმუმ რო გავწელო საათნახევარში გამოვედი და აი როგორი ხალხი მიყურებს ესე აი მართლა აი თავის შვილები როჯერ გამოსაზე ვერ გამოდიან რაღაცა რა ვქნა ახლა ვიცი რა საზრდა მათი და ბოლო ხომ ზოგადად აი სკანიდან ხო მეგრული ენა ჩავარებულია თქო კარგი. ეს ყველაფერი გამოცდები ჩავიდა, ესა ისა რაღაცა გავიარეთ ეს ეტაპი და შენ ესე უდარდელად ელოდები შენს ჩარიცხვას. გინდოდა ხო ისე იმ უნივერსიტეტში რომელშიც ახლა ხარ? ესე რო დავალაგოთ ძალიან ჩვეულებრივად პირველივე წიგნის გადაშლის მომენტიდან თქვი რომ მე მინდა ჟურნალისტიკა. ისე და ისე მაკა აქ უკვე წინააღმდეგობაში მოდის ჩემთან, მაგრამ მაინც საბოლოოდ ჩემი გავიტანე ფსიქოლოგიის უფლება არ მივეცი, მეთქი არა, ნუ საბოლოოდ კი იყო რომ ფსიქოლოგიაზე ვაბარებდი, მაგრამ უკვე 4 მარტს რო დაიხურა სარეგისტრაციო და რო ეწერა მე რო უთხარი რომ კიდე ფსიქოლოგია, აი ნახე ჟურნალისტიკა წერია ყველა მეთქი ცოტა სხვა სახეები ქონა თორე ისე ეგრე იყო წყნარად გაიარა მაგ პროცესმა. აი და ეხა ეგ მაინტერესებს, მოდი გადავიდეთ სხვა იმაზე რა ეტაპზე რომ აი რომ მოხდა შენი ქულების ამონათება მონიტორზე. შენი პირველი რეაქცია, მაკას რეაქცია ვიცი უეჭველი ტირო და სიამაყისგან რა იქნა არიცოდა უეჭველი, აი ხო ვიცნობ ხა და ვიცი რა რეაქციაც ექნებოდა. შენ იცოდი რომ აი ამ ყველაფერს გაივლიდი, ანუ ელოდებოდი უბრალოდ ამ ყველაფერს. ამ ქულებს და ამ ქულებს და აი ამ ნიუსებს რომ გიორგი ზარქუა ხელების გარეშე. ზუსტად გეუბნები, რომ ყველა საგანში აი დედას კიფიცები ქულას უგრძნობდი წინასწარ რა. აი ქართულიდან რომ გამოვედი, ერთადერთი აი ქართული იყო ჩემთვის შოკი რა. ქართულიდან რომ გამოვედი, აი რაღაცა ეთყობა ეგეც მარტო იმიტომ რომ აი ის თემა რო არ ვიცოდი და ის თემა რო სხვანაირად დავწერე და ჩემი ინტერპრეტაცია გავუკეთე მაგის გამო რა აი ფიქრობდი 47-48 და რო დავხედე და 53 რო ეწერა 60-დან და რო მივხვდი რომ 2 წლის ნაშრომი და აი რითან დავიწყე იცი სწავლა წერტილმძიმის დასმიდან დეფისზე და რაღაცაზე კი არა. ხო, მაგრამ რომელ ასაკში დაიწყე მაგას მნიშვნელობა ხო აქ, ხო? კი, მაგრამ მე მგონი რომ ყველა აბიტურიენტი მაინც მაქედან სწავლობს რა. შეიძლება სკოლაში კი გასწავლონ ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც კომპეტენტური მასწავლებელი მე ბაზისიც არ მქონდა. რაღაც დონის ბაზა მაინც აქვთ იმათ რა. ის მაინც იცოდნენ რომ ყველა რომის წინძიმე იწერება, რაც არ არის ეგრე, მაგრამ ეგ მაინც იცოდნენ. და მე აი როგორი ნულიდან იცი, აი რო არ არსებობს მაგის იქით არაფერი. მინუსებიდან. ეხლა რომ მომდი თავის გადახრაში უნდა დავჭირდეს თქვა. როგორი ნულიდან დავიწყე, იცი, აი მაგის იქით არაფერი არ არსებობს და აი რო დავინახე პროსტა,
აი თუ გატყუებდა მართლა საიტი გავთიშე რა თავიდან ჩავდე რეფრეში დედას ვთქვა მართლა თუ გატყუებდა ხო აი გადავარესტარტე საიტი და არა მართლა ვქენი აი არ მჯეროდა პროსტა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით წამსკდა ცრემლები იმიტომ რომ გამიხარდა ვაუ აი დედაჩემს მე დავასწარე ცრემლები აი ესე ვაღებ ფანჯარას და რო ვერ მიკავებ საწავიღო და ბოლო ხმაზე დავეკრალე 53-ია ვიღე და შემოვედი წყნარად დავიჯექი ურეკა ვალაფიშას მეთქი ელენე ქულა დაიდო რა ქენიო არ დაიჯერებ მეთქი რა 53-ია ვიღე მეთქი და აი მაგის ხმა და იქიდან ტირილის ხმა არის აი არ ვიცი აი მაგაზე დიდი ბედნიერება აი არ არსებობს არა არ ელოდი რა მაინც ქართულს არ ველოდი ისტორიაზე ვიცოდი რომ 45-ის აი შევედი და ირაკლისკენ დაურეკე რომ გამოვიდა მეთქი ირაკლი 45 ავიღე აი პირდაპირ გეუბნები თქო და დაიდო ქულა ზუსტად 45 წერია ინგლისური სამი ქულა ძალიან ცუდად დავკარგე მაგრამ არა უშავს თუმცა არა უშავს მაინც ის ადამიანი ხარ ვინც უმაღლესი ქულები აიღო და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ეხლა მე მაინტერესებს როგორ დაიწყო შენი ცხოვრება პარასპორტში რა. მე ვიცი რომ როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს მეგობრობა. გიორგი თავიდან მოვიდა, უნდა ყოფილიყო მეკარე. ანუ ფეხბურთელებისთვის უნდა ყოფილიყო მეკარე და საკმაოდ პატარა იყო მაშინ. და არ ვიცი როგორ გაგრძელდა მერე, მაგრამ თუ მოგვიყვება, მერე მახსოვს რომ უკვე ტაეკვანდოში გადმოვიდა და იქ მარტივად აიღო ამ ყველაფრისკენ გეზი, მაგრამ აი ფეხბურთზე რა მიგიყვანა. თუ ძმა ხარ. და საიდან გაიგე საერთოდ პარასპორტის შესახებ, ეგ მაინტერესებს. რავი, ძალიან ცუდი საწყისი იყო პარასპორტისათვის რა. ხა სპორტში აქტივობა დიდად სიმართლე გითხოვდეს მე მინდოდა ესე ჩემით მეთქი არა. მართლა არა, იმიტომ რომ რავი რა, აი ხო გითხარი როგორი ბავშვი ვიყავი რა. ჩვეულებრივად ცხოვრობდი, მივყვებოდი ჩემ რიტმს რა და ну გამოჩნდა ეგ რაღაც ოპორტუნიტი და მეთქი, კაი, ვწდი. საიდან გაიგე საერთოდ სპორტის პარასპორტის შესახებ? სიმართლე გითხრა, არ მახსოვს. მე მგონი მანდაც მაგას ჩართულობა არის, მე მგონი ეს შინაურობი და რაღაცით უთხრეს, რომ რაღაცა ეგეთი მის არსებობსო, პარასპორტებიო და რაღაცა თან ეს არის პერიოდი, რომ ჯერ პარასპორტში ერთადერთი სახელი და გვარი რაც მე ბავშვობიდან ან ვინმეს გსმენია, არის ირმა ხეცურიანი. და აი როგორ მახსოვს, პირველად რო არა აი უკვე რაღაცა ვიწყებ ამ სიარულს ამ პარასპორტზე და ბიჭო მახსოვს რომ აი რაღაცა ერთადერთი ვინც მახსოვს ხო გითხარი არის ირმა ხეცურიანი მაგიმიდან რა ძალიან ცუდი ხო და მე რო არ გახსოვარ აი ძალიან ცუდი კაცო ეთყობა მივხვდი ბავშვობაში შენ თართული ურთიერთობა რომ იქნებოდა და თავი დავიცავი ხო მეგის და რომ მახსოვს რომ ირმა ხეცურიანს ხედავ და მეთქი გამაჭება ირმა ესეთი მიმდივარ პატარა ბავშვი და რომ გამომხედა და გამეგივა ისე მიხაროდა რომ შენთვის ირმა ხეცურიანი იყო პირველი ინსპირაცია პირველი მაგალითი და პირველი ინსპირაცია იმიტომ რომ ანუ სხვა მე არ ვიცოდი. კი. მე მაშინ არც იყო დიდად პოპულარული, მაგრამ ირმა იყო ის ადამიანი, ვინც ძალიან ბევრი ადამიანი მოიყვანა პარასპორტში. მე კი ვიცი რაღაც დონეზე შენი ისტორია და მე ვიცი რომ მაკა არის დედა, რომელმაც არ გაგაჩინა, თუმცა გაგიკეთა ცხოვრებაში ყველაფერი, რასაც ზოგჯერ ნამდვილი მშობლებიც არ გვიკეთებენ. მინდა რომ ვრცლად და ცოტა კონკრეტულად მომიყვე შენს შემთხვევაში რა მოხდა. სად დაიბადე, რომელ წელს და როგორ განვითარდა შენ შემთხვევაში მოვლენები. დავიბადე 2006 წლის ნოემბრის თვეში. მარტივად რო ვთქვათ, ეს იყო რაღაცა დაგინეზის დიაგნოზი. და ჩემმა ბიოლოგიურმა მშობლებმა ნუ ადგილზე მიიღეს გადაწყვეტილება, უფრო მეტად მამამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი შვილი არ სჭირდებოდა. ისე წარმოშობით ვარ სამეგრელოდან, ზარქვა ვარ გვარად და ლოგიკურია რომ ანუ ხო, ეგეც უნდა მეკითხა, რომ შენი ნამდვილი სახელი და გვარია. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია. ანუ ეს დაგარქვეს, გვარი მოგცეს და არავინას არ დამარქვა, არავის გვარი არ მოგუცია. აი ეგ მაინტერესებდა. ეს სავარაუდოდ არის ვინმეს მიერ გადმოტანილი პირდაპირ სახელი, იმიტომ რომ მე და მამა ჩემი სახელები იდენტურია აბსოლუტურად. მასაც გელა ერქვა და მეც გელა მქვია. ანუ შეიძლება არსებობდეს ვარაუდი იმისა, რომ როგორც კი შენ დაიბადე, პირველივე წამიდან იჰალია. არც კი უფიქრიეთ შენს სახელზე და გვარზე? არა, შანსი არ არის. და მამა შენი რადგან იყო გელა ზარქვა, მაგის გამო ჩაგიწერეს გელა ზარქვა. შეიძლება ვიღაცა იქ თან მაქნა ეგ ყველაფერი, ან არ ვიცი. შეიძლება უფრო დაიმთხვა, არ ვიცი.
ფაქტია რომ აბსოლუტურად იდენტური სახელები გვაქვს. მე ნაცლობის სახელი მაქვს გიორგი და როცა პირიქით ხმარობს ხოლმე ხალხი რომ ნაცლობის სახელად მეორეულ სახელად იყენებენ, მე პირიქით მე პირველ სახელად ვაქციე გიორგი. და გელა ეს ოფიციალურად თანისაჯი ღირს ხოლმე გელაზარქოა ბრუტალურად. და მოკლედ დავიბადე ესე მოხდა ეს ქუთაისში. ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მაგონ მაღალ პროფილურ კლინიკაში რაღაც შერდობადებულ ვარ და გაყიდვა და გამოყიდვა კი იყო იმ პერიოდში საქართველოში, მაგრამ მე არავინ არ ვყიდდა, მე ვინ მიყიდდა, კი არა და ხო და მოკლედ დავიბადე ესე და ის და ხელების გარეშე და მამაჩემმა ეს ინიციატივა წამოიწყო რომ უნდა მოვეშორებინა სასწრაფოდ ოჯახიდან. მე რა როგორ ხდება ზუსტად რა თქმა უნდა არ ვიცი. უბრალოდ ერთი ვიცი ის რომ დაბადების პარალელურად ხდებით სუდად რა, იმიტომ რომ რაღაცა გულის პრობლემები დამეწყო ბავშვობის პირველივე წამებიდან და გადავყავარ თბილისში ერთ-ერთ საავადმყოფოში. გადაყავხარ ეს თვითონ მედპერსონალს. მედპერსონალს. მზად ხარ ერთი მაგარი რაღაც მოისმინო რაც არიცი. გადავყავარ შვილის კლინიკაში. სადაც მაკა მუშაობს სტაჟიორად. ოღონდ მაშინ მე და მაკა როგორი აცდენილები ვართ ერთმანეთს. ანუ დამბურძგო დედას გიფცები. როგორი აცდენილები ვართ ერთმანეთს. არც იმას იცის ერთ მინიმუმ 2 წელიწადში კი არა და ზუსტად 2 წელიწადში ბეიბის შვილი გავიჩიტები. მოდი ესეც ჩავრთოთ რომ მაკა არის პროფესიით მედიკოსი, კონკრეტულად უფრო საერთო და განხრით. ზუსტად იმ კლინიკაში მიგიყვანეს, სადაც მაკა იყო და დედაც შემიყვება მაკა რომ აი ვიღაცა უხელობა შემოიყვანესო მახსოვსო და აი როგორ მაინტერესებდა იცი მაგრამ მეთქი არა მე დამესიზმრებო და ნუ არ ვნახა რა არ უნდა ხო არ ედარდა ეხა რას არ დარდობს ხო ანუ იმიტომ არ გნახა სავარაუდოდ რომ შენზე დარდი არ ჩაჰყოლოდა რა რაღაც ეგეთი რა და ნუ მოკლედ ისე მოხდა რომ ამ საავადმყოფოს მერე სადაც უნდა წავიდე ლოგიკურია და ნუ ლოგიკურია რომ ეს მიტოვებულ ბავშვს საბოლოოდ სახელმწიფო მოკიდა ხელი. გადამიყვანეს რომ რაღაცა ბავშვთა სახლში სავარაუდოდ მე მგონი თუ სწორად ვიცი ძველ 37-ს რო ეძახდნენ 37 ან 77 აღარ მახსოვს ზუსტად. მე არ ვიცი პირველად მესმის. მაგ ბავშვთა სახლში გადამიყვანეს და ნუ ვიზდები ამ ბავშვთა სახლში რაღაც გარკვეულ დრომდე რა ვიღაცა მზრდეიც რაღაცა და ხო თავარი და მოვიწყდა. რო დავიბადე და აქეთ რო გადმოვიდე რო ვიღუპები მოიმზადეთ მოკლედ მაკას ყავს ძმა ამ მაკას ძმის საცოლე არის ერთ-ერთი ადამიანი სახელაკვარს არ ვიტყვი მაინც რომელიც დადესა ესე ცხოვრების ესეთი კრედო აქვს რომ ბავშვები რომლებიც იბადებიან და დაღუპვასთან ახლოს არიან მათ მონათლაზე არის პასუხისმგებელი რა და ნუ მე რადგან ვიღუპებოდი წესით და იდეაში უნდა მომკვდარიყავი ადგა და მომნათლა მეც და აი აქ იწყება პატარა ბმა რომ იმდენად ჩავრჩა მგოოს გონებაში რომ რაღაცნაირად დაინტერესებს აბა ჩემი მომავალი რა როგორ წარიმართება და ნუ მოკლედ ამ ბავშვთა სახლში რეალურად მოდის რაღაცნაირად რაღაცები მოაქვს ხოლმე ჩემთვის ყურადღებას მაქცევს და პარალელურად ბიზნესს ელაპარაკება რომ აი შენ ხარ თვეების ხო თვეები შეპატაძუნა და პარალელურად ბიზნესს ეუბნება რომ ჩვენ რა შევუხლდებით მოდი გიორგი ავიყვანოთ ჩვენ საკუთარ შვილად მოკლედ ისეთი სიტუაცია ყალიბდება, რომ რაღაცა გარკვეული დროის მერე ამ ბავშვთა სახლიდან გამწო სახელმწიფო მიუდგებით აღზრდაში. მიუდგებით აღზრდაში რო ვიყავი გაცემული ვიღაც პერონებასთან, მოკლედ ამ პერონებასთანაც ამ დეიდა ჩემ კი არა ბოდიში ამ ნათლიაჩემ დაიწყო ამ რაღაცების მოტანა და კვირაში ერთხელ მინიმუმ დადიოდა და ერთხელ ისე მოხდა რომ კვირაში ორჯერ მოვიდა და წინა დღეს მოტანილი პროდუქტები აღარ დახვდა. ანუ ეს ხალი რეალურად თავის შვილებს აძლევდა ამ პროდუქციას და ნუ მე მრჩებოდა ისე პეჩენია და ჩაი და რაღაც ეგეთები რა და ნუ მოკლედ ატეხა ერთი ამბავი რაღაცა და ამას წახდნენ წამომიყვანეს კი და ამ მიღებით აღდნენ წამომიყვანეს მაგრამ ბავშვთა სახლში აღარ უნდა რომ დავებრუნებინე და რა ვქნათ და ნუ იმ პერიოდში არ შეეძლო სამწუხაროდ შემიაყვანა მიწაჩემსთან ნათლიაჩემს და ნუ მოკლედ ისე დალაგდა რომ შეუწიეს ბებიაჩემს ერთდროულად რომ ბებიაჩემს დაუწყეს ჩალეთში რომ აიყვანა ეს ბავშვი და იმ დროს ისეთ პერიოდი იყო რომ ბებიაჩემს ხეში იყო და რომ გამოვალო საპრობილედანო აუცილებლად ჩვენ რო ვიქორწინებთო ჩვენ წავიყვანთო რა ბებიაჩემს როგორ ფეხებზე ეკიდა ეგ ამბავი იცი რა თამანებით თავი ერთი რა აი ბავშვი რაღაცა და ნუ მოკლედ დაკერა ამან მაგრამ აბა თავარი მოწინააღმდეგე გამოიცანი ამ ყველაფერს
აი როგორ არ უნდა და იცი აი ვერ აი მე შეგვიყვარდებაო მე ესეო მე ისე რაღაცა და ხო მოდი გავშალოთ თემა არ უნდა და მაკას შენი აყვანა და წინააღმდეგი იმიტომ იყო რომ შენ მერე უნდა გადაცემულიყავი ბიძა შენთან და ნათლია შენთან და მაკას ვიცი რომ მეგობრებო ძალიან კარგად და ვიცი ზუსტად მისი ხასიათი და ამიტომ პასუხისმგებლობას ვიღებ რომ ესე ვილაპარაკო მე ვიცი რომ გაუჭირდებოდა მერე შენს გარეშე ყოფნა და ამიტომ არ უნდა და აი ამ პასუხისმგებლობის აღებას მის თავზე ხო და ნუ მოკლედ ისე ხდება ძალიან ვარ გავწელო და სასწავლები რო არ ვილაპარაკო რომ ნუ მოკლედ დათანხმდნენ საბოლოოდ და ზუსტად მახსოვს რომ ერთხელ პირველად ჩვენება მოხდა პირველ 11 ნოემბერს ჩემივე დაბადების დღეზე და ისეთი მოშიებული ვიყავი ბავშვი რომ სამითებში პირველი ჭამე და დღემდე მოყვედრიან მაგას ოჯახში რომ სამითებში პირველი გახ ნაჭამი პირველი ვეთქიდან ნუ მეთქი რა ვქნა შიოდა ალბათ და ეს უკვე რა ასაკშია 2 წლის ასაკიდან ოფიციალურად შენ არაფერი არ გახსოვს საერთოდ არაფერი აი იმასაც ვერ გეტყვი ვინ როგორ გამოიყურებოდა იმ პერიოდში ვინ ხო ნუ ბუნებრივია რა ძალიან პატარა ხო და ნუ მოკლედ სერიოზული ამბავი ხდება რომ მე მივყავ არ ამ ხალხს უნდა წამიყვანო და ეხა აქ უკვე როგორი ამბავია იცი მაკას როგორ უყარო როკა იცი აი დედამო აბა გიორგის ვინმეთიცი დააკაროს ზედმეტად და ნუ მოკლედ ისეთი ამბავი იწყება რომ სოციალურმა სამსახურმა აღმოაჩინა ბიოლოგიური დედაჩემი იმიტომ რომ ბიუროკრატია მოსაწესრიგებელი საშინლად ანუ ელემენტარულად ჰაერში ვარ გამოკიდებული რა აი ჰაერში არავინ არ იცის ვინ ხარ საიდან ვარ რა ვარ ვაფშე ზარქუა ვარ თუ არ ვარ ეგეც არ ვიცი იმ პერიოდში ნუ დედის აღმოჩენასთან ერთად აღმომაჩნდა და ბიოლოგიური და აღმოჩნდა რომ ბიოლოგიური მამაჩემი არის გარდაცვლილი ой ბებია ბაბუა რაღაც და ნუ მოკეთილი ამბები და პირველი მომენტი არის რომ ნუ ჩამოდის ეს დედაჩემი და მიყურებს გაუცებული რომ ცოცხალი ვარ. ნუ როგორც ხდება ხოლმე რა, ძირითადად ისე მოხდა იქაც რომ ბიოლოგიური დედაჩემს მოატყვეს რომ გარდავიცვალე. ხო, აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხა ეხლა რომ არის თუ არა იმის ალბათობა რომ შეიძლება და შენი მშობლებისთვის ეთქვათ რომ აი ხო არის რომ ზოგადად დღესაც ექიმთან როცა მიდიხარ, ექიმს გონია რომ ყველაფრის უფლება აქვს და შეურაცხყოფად შეიძლება მოგაყენოს და ანუ რაღაცა ესეთი ექიმებიც არიან შემორჩენილები და არსებობდა თუ არა ის ფაქტი რომ ხელების გარეშეო რა თუნდათო ეხა შვილიო და მოდი ვუთხრათ რომ ხო ნუ მამაჩემმა მოატყვა რეალურად დედაჩემს მარტივად რო ვთქვათ და ნუ მოკლედ ისე მოხდა რომ დავიწყეთ ამ საბუთებზე ძრომიალე რაღაცნაირად ამ ბიუროკრატიის გასწორება, რომ სასწრაფო დაალაგდეს ყველაფერი და ნუ ისე ლაგდება რეალურად, რომ დედაჩემს გავიცანი, ჩემი და გავიცანი, ამერიკაში აღარ წამიყვანა არავინ, სასაცილო არის ის, რომ ამ საბუთების ძრომიალში და ამ ყველაფერში მორალურად მაკა უფრო არის ჩართული და მაკა უფრო გადააყვდა ამ ყველაფერს, რომ ეს ბავშვი საქართველოში რჩება ვიდრე ბიოლოგიური დედაჩემი. და ნუ მოკლედ რაღაცნაირად ისე ლაგდება, რომ დავრჩი საქართველოში და რა თქმა უნდა დავრჩი ამ ოჯახში. გადის რაღაცა წლები, გვაქვს კომუნიკაცია ჩემ ბიოლოგიურ მშობელთან, ჩემთან. კარგი თუ ნორმალური? ნორმალური. ყოველ შემთხვევაში მე ზუსტად ვიცი, რომ დედა იმისთვის არასდროს დამეძახებია, სულ ეძახდი სახელით. და მოდი ვიტყვი მაგ სახელს, რომ ვინმეს რაიმე არ აერიოს და მოგეტყვი მაგასაც რატო ვაკონკრეტებ, შორენა ქვია. მაგასაც გეტყვი რატო ვაკონკრეტებ, იმიტომ რომ ეგ ადამიანი ჩემი სამორალურია, ძალიან ბევრ რამეში. მაგალითად იმაში, რომ შეიძლება შვილი ყავდეს საკუთარი, წლები უჩინარდებოდა და როცა შვილი ევროპის ჩემპიონატს იგებს, დედა საამაყო ბიჭი პოსტს არ უნდა წერდა Facebook-ზე და ხალხს არ უნდა ატყუებდა იმას რაღაც ადგილებში, რომ ესეთი შვილს უზრდი თბილისში ექიმთან და ფულს არ უნდა აგროვებდა ჩემი სახელით, რავი. მაინც ცოტა მორალური არ არის. ანუ თავს გრძნობ გამოყენებულად. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი დიპლომატიური ენა შენ ჩემზე კარგად იცი რაღაცებში და რა თქმა უნდა იმ Facebook პოსტებზე და ბევრ რაღაცაშიც კი მეც მახსოვს ეგ პოსტი შენ მაჩვენე თუ არ ვცდები? კი, განახი. 15 წლის ასაკში ხდები ჩემპიონი, 15 წლამდე არავის არ აინტერესებ ბიოლოგიურს და 15 წლის ასაკში გაახსენდე დედას, იმიტომ რომ ხარ შენ ჩემპიონი, ჩემთვისაც ცოტა მიუღებელი ამბავია. ნუ, ვახსოვდი, მაგას ვერ ვიტყვე, მაგრამ ვახსოვდი რისთვის
იმისთვის რომ უბრალოდ დასთან მქონა კომუნიკაცია და მეორე ის რომ რაღაც საქმეზე რომ ჩამოდიოდა შემოივლიდა ხოლმე რა შრუპ აი ესეთი ის იყო ხოლმე რა და ნუ მოკლედ ისე დაალაგდა ეს ყველაფერი რომ რაღაცნაირად დავრჩით ჩემებთან ნუ რავი მე და მაკამ ძალიან შენებთან ესე იგი მაკასთან მე სულიერად ჩემებთან მე როგორც გარეპირი აუცილებლად ვიტყოდი იმას რომ რაღაც მხრივ როგორც მე ვარ ღმერთის მადლობელი და ღმერთის მადლიერი იმის რომ დღეს ხელი არ მაქვს იმიტომ რომ უკეთესი ცხოვრება მაქვს შენც ვფიქრობ რომ უნდა იყო მადლიერი იმ მშობლების ვინც შენზე უარი თქვა იმის გამო რომ შენი მშობელი ყოფილიყო მაკა მე რომ ეხა იქ ცხოვრობდი სადაც უნდა ცხოვრობდი წესით აი ეს არ ვიქნებოდი რა ვიქნებოდი როგორ იცი აი ზუსტად ვიცი რა შემდგარი ადამიანი ხარ ჩემი გადმოსახედიდან იცი როგორ ვიქნებოდი აი რაღაც შორებს არავის არ ვაყენებ მაგრამ აი სოფლებში რო ვიჯდებოდი ხის სალამურის დაკვრას რომ მასწავლიდან იქაური ბავშვები ალბათ ჩემი აზრით არც დაგმალავდნენ ნო ეგ ყველაზე და შენს არსებობას ვერავინ ვერ გაიგებდა რა იცი რა მაინტერესებს აი რომელ პერიოდში და რა ასაკში იყავი როცა გადაწყვიტე რომ შენ გყავს ერთი დედა და ეს არის მაკა კობახიძე 12-13 წლის ასაკში გაყვეყნებაში ყველაფერი აბსოლუტურად და ვთქვი რომ მაკა არის დედაჩემი ყველაზე მძიმე ასაკი ჩემი და всё მან დავხურე ყველაფერი მან ჩემი ერთი ცხოვრების კაპჩერ ჩამოვწერი და ვთქვი რომ ეს არ მაინტერესებს ცხოვრებას აი ხა ვიწყება იქიდან და მოვყვები აი ესე და აი ესე და აი ესე და მივყვები დღევანდელობამდე მაკასთან ერთად და დღეს თუ ოდესმე მე რაიმეს ვაზიარებ დედაზე აქედანვე მინდა ვთქვა რომ არ ვიცი ამას რამდენი უყურებს ერთი წამითაც კი არის ფიქრობს რომელიმემ სამეგრელოს ტერიტორიაზე რომ დედაჩემად შორენა არის მოაზრებული არასდროს არავითარ შემთხვევაში კონკრეტულად ვამბობ მაგას, აი არასდროს არავითარ შემთხვევაში. როგორ ფიქრობ, რომ აი შენს ბიოლოგიურ დედას შეიძლება რომ ეს ყველაფერი ოდესღაც აპატიო და უთხრა რომ კი აპატიებელი არც არაფერი არ აქვს რეალურად. ანუ მე ეს წენა და რაღაც არ წენა შეიძლება აპატიო და გაბრაზება გადაგივლისო დედას, მაგრამ ანუ საპატიებელი არც არაფერი არ აქვს. ანუ ძალიან ცუდად ვამბობ და არ ვიცი ვინ როგორ მიიღებს ამას. მაგრამ არარაობას და არარსებულს რაც არის ანუ საპატიებელი არ აქვს იმიტომ რომ ანუ არაფერი მაგისგან არანაირი ქმედება ჩემზე რაღაცა რეაგირებას ვერ ახდენს და არ ახდენს რა შენ დასთა რომელთანაც გაქვს ნორმალური ურთიერთობა ამ პოდკასტის მოსმენის შემდეგ რომ მის დედაზეც როგორც ასევე შენს ბიოლოგიურ დედაზე ისე ვაპირებ ამ პოდკასტს რომ დავდებ რომ ჩავუგდო მეთქი ამას აუცილებლად უყურეთ. კი, და რო უყურებს ამ ყველაფერს და დედამისზე რო ამ ყველაფერს გაიგებს, შენი აზრით რა რეაქცია ექნება? იცის. შენ დამოკიდებულება იცის და მიიღო. ჩემ დამოკიდებულება იცის დეტალურად 100%-ით. მე როცა ბოლოჯერ ვესაუბრე საკუთარ დას, იყო რომ ანუ სიტყვას ხმარობდი ბოლოს დადგას ერთი 6 წელი რო არ კონტაქტი ერთმანეთთან, ერთხელ რაღაცა სამეგობროს შეკრებაზე აღმოჩნდი ჩემი დის კლასელთან ერთად და ცოტა სასმელი ზედმეტი მომივიდა და ნუ მოკლედ დავურიგეთ რა და აი გაგლეჟილ თვალზეც კი ისეთი ვიყავი რომ დედა ჩვენს კი არ ვამბობდი აი დედა შენი და დედა შენი აი ეგეთი ვარ რა ანუ შანსი არა მე იმ ადამიანს დედას ვერ დაუძახებ დედა არის ყველაზე მაგარი სიტყვა ქართულ იმაში რა ვქნა სიტყვებში დედა და მიყვარხარ და ვერც მიყვარხარს ვერ ეტყვი ადამიანს რაღაც ჩვეულებრივად თუ არ გიყვარს და ვერც დედას ვერ დაუძახებ ეგრე უგულოდ ეხა ამჟამად რა არის შენი ოცნება ამჟამად ჩემი ოცნება არის ალბათ ის რომ რაც შეიძლება ძალიან მალე რაღაცა კონკრეტულ კარიერას მივყვე. უფრო მეტად ეხლა რო ვაკვირდები ჟურნალისტიკ მარკეტინგინგ რაღაც ეგეთ შუაში ვარ რა და მიხარია რომ ისეთ რაღაცაზე ვსწავლობ რაც ერთმანეთს ხელს არ უშლის და ერთს რომ მორჩები მეორე შემილია და მეორეს რომ მორჩები პირველი შემილია ისევ და რაღაცნაირად ორივე პროფესიას დავაბალანსებ რა. და ეგ ძალიან კომფორტული რაღაც არის რა. პარალელურად რავი რა ოცნებად შემილია მქონეს არის ის რომ სწავლის გაგრძელება უცხოეთში მე კარგი საბუთების მოგვარება და საბოლოოდ იალა ევროპა მინდა მაყურებელს უთხრა როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე გაიღვიძე დილით და რა ხდება მე რო ვიგუძებ ვცდილობ რომ მაქსიმალურად მალე მოვიდე იმ კონდიციაში რომ უბრალოდ აზროვნება დავიწყო რომ რაღაცა გადავწყვიტო რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ ამის უსჭირდება ორადორი რა ეს არის ყავა პირველ რიგში და მეორე საჭმელი რა თქმა უნდა რასაც შენ თვითონ იმზადებ ძირითადად არა ძირითადად უფრო მაკა
ანუ მაკა არაა სიტყვაც სახში. მაშინ ნავიგები და მე თვითონ რამეს ანუ ისე იგი შეგიძლია რომ ყველაფერი შენით მოახერხო, უბრალოდ მორთმეულს რა ჯობია. არა, უბრალოდ მაკა არ მეშევ სამზარეულოში. ხო, გამახსენდა. შენ თვითონ მაინც არ იცნობდე, ნუ მტენი ეხა სიზარმაცეს ძალიან გთხოვ. კიდე იცი რა მინდა ჩვენს მაყურებელს უკვე დასასრულისკენ რომ წავიყვანოთ ეს ყველაფერი 19 წლის ხარ ახლა და 19 წლის გამოცდილება ძალიან მოკლედ რო უთხრა ჩვენს მაყურებელს რა 19 წლის გამოცდილება რაც შემიძლია ძალიან მარტივად თქვა რამდენი მირჩევა მაქვს ალბათ ადამიანის ცხოვრებაში პირველი ყველაზე მთავარი არის ის რომ საკუთარი თავის გარდა არაფერი და არავინ მაგაში მეც გეთანხმები. ოღონდ ეს ბალანსირების დონეზე ეს არ ნიშნავს რომ ეგოისტი იყო და ოჯახის წევრების აზრი დაივიწყო და რაღაცა გვერდზე გადააგდო სხვა ადამიანი და თუნდაც მეგობრები. ან თუნდაც ის რომ ვიღაცა რო დახმარებას გთხოვს, არა. მაგას არ ნიშნავს. ნორმის ფარგლებში. როცა ადამიანი საკუთარ თავს გაკარგვინებს, აი მანდ უკვე არ აქვს მშობა ოჯახის წევრიანათა სავია რაღაცა, მანდ უკვე всё. დედაჩემიც რო იყოს, რომელიც საკუთარ თავს მოკარგვინებს, ბაი-ბაის ვეტყვი ძალიან მარტივად რაღაცას ვიჩალიჩებ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შიგნიდან გჭამს მე ეგ თავის დაკარგვა რა, აი თავს რო კარგავ ადამიანი გავლილი მაქვს ყველაფერი. რა უნდა გააკეთოს იმისთვის იმ ადამიანმა, ვინც საკუთარი თავი დაკარგა? ალბათ ისე დაიწყოს ძებნა და იპოვნოს. რაღაცნაირად უნდა ააშენო თავიდან ეს საკუთარი თავი. არსებობს წერტილი რა. ჩემს შემთხვევაში როგორი რაღაცა იყო იცი? ჩვენ რას გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ ფსკერის ქვევით აღარაფერი აღარ არისო, ფსკერზე თუ დავარდი, ანუ მინიმუმ ქვევით აღარ ჩავარდები და იქიდან წამოწყება ნებისმიერ დროს შეგიძლია რა. შეიძლება, კაი, იყავი 1 წელი მაგ ფსკერზე, მაგრამ აი უბრალოდ როგორი მომენტია, რომ ეხლა წარმოგიდგენ ფსკერზე რო ხარ და ესე რო უყურებ მაღლა ვიღაცებს, რომ აი როგორ მიდიან რა, შენს მეგობრებს რაღაცა, ანუ ადამიანი ისეთი არსება არის თუ სწორად მახსოვს ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა მაგას ზუსტად რომ ადამიანი დაბადების პირველივე წამიდან ძალაუფლებისთვის იღწვის რა და ძალაუფლებისთვის წვა მარტო რაღაცა პოლიტიკურ ძალაუფლებას და მაგას არ ნიშნავს რა აი ბედნიერი რო ხარ ადამიანი და ვიღაცა რო არ არის ბედნიერი და შენ რო მაგას ზევიდან უყურებ მაგ ბედნიერები ეგეც ძალაუფლებაა რა რეალურად და აი ეგ არის რომ აი მაგის რაღაც შეიძლება ისე გამოდის მაგრამ აი ეგ მაინც უნდა გქონდეს რესურსად გამომუშავებული რომ ბიჭო იმას კი არ უნდა გადაასწრო და რაღაც მაგრამ ანუ დაეწიო მაინც რაღაც დონემდე და ანუ ავტომატურად დაგეწყება ის რომ ფსკერის მაგდაბლა აღარაფერი აღარ არის ზევით დაიწყებს თვას და ყველაფერში დადებითის დანახვაც ძალიან მნიშვნელოვანი სკილი არის მაგას თუ ისწავლის ადამიანი რავი ალბათ ცხოვრების დაახლოებით 98 პრობლემას მოიშორებ 100 პრობლემიდან ახლა კი დაგიმშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვისმინეთ იმედი მაქვს რომ რაიმეში მაინც დაგეხმარებათ ჩვენი ეს გულწრფელი და გულახდელი პოდკასტი ერთადერთი თხოვნა ჩემი რაც იქნება არის ის რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ ჩვენს პირველ პოდკასტზე ყველა დაგვეხმარებით თქვენი თითოეული ლაიქით თითოეული კომენტარით რჩევით თუ არ აქვს მნიშვნელობა ეს რა ფორმით იქნება გამოხატული ძალიან დიდი მადლობა და ძალიან ბევრ წარმატებებს გისურვებთ როგორც თქვენ ასევე ჩვენც მე დაგემშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა ლიკუნა შენ რომ მომიწვიე ძალიან დიდი მადლობა ამ სივრცეს podcast corners ჩვენი აქ ასე ვთქვათ გაწეული დახმარებისათვის რომ ეს სივრცე გამოგვიყო დღევანდელი პოდკასტის ჩასაწერად და რა ვიცი აუცილებლად გამოიწერეთ ლიკუნას არხი TikTok-იც ალბათ გამოწერილი გაქვთ მეც გთხოვთ რომ ჩემ TikTok-საც შეათვალიერეთ თუ მოგეწონებათ რა თქმა უნდა ჩემი TikTok page-ს გამოიწონეთ და პარალელურად ასევე როგორც თქვი დაწერეთ კომენტარები და ყოველთვის მნიშვნელოვანი გაიღიმეთ იმიტომ რომ ცხოვრება არის ძალიან მაგარი რაღაც